TBC კაპიტალი ელის რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ივლისშიც განახორციელებს საინვესტიციო ბანკის მიმოხილვით მეორე კვარტალში სავალუტო რეზერვები წინა კვარტალთან შედარებით 327 მილიონით არის გაზრდილი, რაც სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვით არის განპირობებული ლარის მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების ფონზე. მარტიდან მაისის ჩათვლით კი ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 613 მილიონი შეიძინა. ბაზის ბანკისა და ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია Bank of New York Mellon Corporation-ის თანამშრომლობას საბანკო ასოციაციაში დადებითად აფასებენ. ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ მსხვილი ამერიკული ფინანსური მომსახურების კომპანიის პარტნიორობა ქართულ საბანკო სისტემასთან ქვეყანაში სხვა გლობალური საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლასაც დაახალისებს. ბაზის ბანკისა და ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანიასთან თანამშრომლობა გაამარტივებს ბაზის ბანკის მომხმარებლებისთვის დოლარში საერთაშორისო გადარიცხვებისა და ჩარიცხვების განხორციელებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სოციალური პლატფორმა ჩართე სვანეთის რეგიონის ასათვისებლად ემზადება პროექტის საზოგადოების ჩართულობით განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ინტერნეტისა და კომპიუტერული რესურსების ნაკლებობა განსაკუთრებულად კრიტიკულია. დღესდღეობით პროგრამის ფარგლებში ათვისებულია საქართველოს 13 რეგიონი, ჯამში კი 3000-მდე მოსწავლეა ჩართული და პლატფორმა კვლავ გაფართოების პროცესშია. ჩინეთის ეკონომიკური სისუსტე, გამკაცრებული კრედიტები, ხარჯების ზრდა და ნებართვების გაცემის შეფერხებები. TBC კაპიტალმა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ სწორედ ეს ფაქტორები ზრდის ფერადი მეტალების ბაზრის მერყეობას, რაც თავის მხრივ გაზრდილ ტარიფებთან არის კავშირში. ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ სპილენძი, ალუმინი, თუთია, ნიკელი და ტყვია გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი საყრდენია, მომავალში კი სექტორს შერეული პროგნოზი ელის. ერთის მხრივ მწვანე ენერგიაზე მოთხოვნა ზრდის მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი გეოპოლიტიკური რისკები და პროტექციონიზმი მდგომარეობას ართულებს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დონალდ ტრამპის განცხადებით 2025 წლის 1 აგვისტოდან სპილენძის იმპორტზე 50%-იანი ტარიფი დაწესდება, რასაც ბაზარზე არეულობა მოყვა და დიდი რაოდენობით მარაგების შეძენის გამო მეტალების ბირჟაზე მარაგები შემცირდა. ვაგრძელებთ გადაცემას სურსათის უვნებლობის თემით, რაც ზაფხულში ცხელსეზონზე განსაკუთრებით აქტუალობას იძენს ხოლმე, როგორ მიმდინარეობს, რა ინტენსივობით და რა განსაკუთრებული მექანიზმებით ხორციელდება აგრარული ზედამხედველობა ქვეყანაში, რა გამოწვევები იჩენს თავს სეზონურად და რომელი სექტორებია განსაკუთრებით პრობლემური, პროდუქციისა თუ ობიექტების შემოწმების შედეგებით სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელთარსებული ბერკეტების მიმოხილვითა და რეკომენდაციებით, რაც მომხმარებლისთვის ჯანმრთელობის დაცვა გამოსადეგია. სესის უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე სტუმრობს დილიდან ახალდღეში. მოგესალმებით ბატონო ვასილ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კვირის ბოლო სამუშაო დღეს საინტერესო რჩევები და რეკომენდაციები უნდა მოვისმინოთ საკითხის მიმოხილვასთან ერთად. თქვენგან პირველ რიგში რა თქმა უნდა ზაფხულის სეზონია და როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კრიტიკულია სურსათის უვნებლობის საკითხი, რომ გითხრათ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, რომელი სექტორები არის განსაკუთრებით პრობლემური და რა საჩვენებს მონიტორინგის შედეგები, რამდენად სავალალოა მდგომარეობა დღეს ადგილობრივ ბაზარზე. დილამშვიდობის, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობა რასაკვირველია გარემო ტემპერატურის მატებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება და გარკვეული ეს თქვათ რისკების ზრდასთან გვაქვს ადგილი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში სურსათის ეროვნული სააგენტო 100-ზე მეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს საერთო ჯამში სურსათის უვნებლობის მდგრადობის შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ზაფხულის ტემპერატურული მატებასთან ერთად რასაკვირველია ცხოველური წარმოშობის სურსათთან დაკავშირებული უვნებლობის ალბათობა იზრდება რისკთან მიმართებაში და შესაბამისად სააგენტოც ესე ვთქვათ აძლიერებს ესეთ პერიოდში ყოველთვის მონიტორინგის პროგრამებს და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს ამ მიმართულებით.
აღსანიშნავია აქვე რომ ჩვენ გასული 2 თვის განმავლობაში თითქმის 36 არა რეგისტრირებული რძედარძის წარმოების ესე ვთქვათ საქმიანობა აღმოვაჩინეთ და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დავაკისრეთ. რძედარძის პროდუქტები მოგეხსენებათ ერთ-ერთი ის სურსათის ის სახეობა, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, მაღალი მოხმარების სურსათია და შესაბამისად ჩვენც ბაზარზე სათანადო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით და ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით და უვნებლობის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის ამ კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობთ. და რძის საკითხი არის განსაკუთრებით აქტუალური მიმდინარე წელს და ალბათ საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესსაც იმსახურებს, რადგან ჩვენ გვახსოვს რძის სკანდალი, ეგრეთ წოდებული ასე შეფასდა ეს მოვლენა. სწორედ ამან განაპირობა ინტენსივობის ზრდა შემოწმებების, ხომ ასეა, ეს არის გაცხადებული პოლიტიკა. თქვენი აღნიშნეთ, რომ დარღვევები არის აღმოჩენილი. ძირითადად რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი? ეს არის ისეთი დარღვევა, რაც მომხმარებელს თავადაც შეუძლია შეამჩნიოს და დაიცვას თავი, მაგალითად თქვენგან თუ არ მოხდა მისი იდენტიფიცირება. საინტერესო კითხვა არის ნამდვილად. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ მომხმარებლის პასუხისმგებლობა უვნებლობის ნაწილში არის საკმაოდ დიდი და მისი ცნობიერება, იმიტომ რომ სურსათის შესყიდვისას უშუალოდ საბოლოო მომხმარებელი ახდენს, იღებს გადაწყვეტილებას და ესე ვთქვათ მნიშვნელოვანია, რომ ეტიკეტი აუცილებლად იქნეს წაკითხული სრულად და ეს ვთქვათ ის გარემო პირობები, სადაც სურსათის შეძენა ხდება, ამაზე დაკვირვება მოახდინოს. ჰიგიენურ მდგომარეობას გულისხმობდა სურსათის შენახვის პირობებს. რაც შეეხება კონტროლის ნაწილს, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ესე ვთქვათ ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით 250-ზე მეტი რეგისტრირებული რძედარძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ესე ვთქვათ, გვხდება ჩვენ არარეგისტრირებული, არალეგალური საქმიანობა, ესე ვთქვათ, რომელიც წეგან როგორც აღნიშნე, ერთის მხრივ ბიზნეს სექტორში ქმნის არაჯანსაღ კონკურენციას, მეორეს მხრივ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მომხმარებლებისთვის, ასე ვთქვათ, ამზადებს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის გარეშე სურსათს, რაც ესე ვთქვათ, კიდევ უფრო ზრდის, ესე ვთქვათ, სასურსათო რისკებს, რაც პირდაპირ აისახება შემდგომში უკვე მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ხო? აქ ჭრილოვანი ეკონომიკის მიმართულება მოიძებნება რძის სექტორში? კი ბატონო, და ეს აღნიშნე ზუსტად, რომ გასული 2 თვის განმავლობაში თითქმის ჩვენ აღმოჩნდეთ 36-ზე მეტი არარეგისტრირებული, ესე ვთქვათ, საქმიანობა, რომელზეც პასუხისმგებლობა, ესე ვთქვათ, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დავაყენეთ და გარდა ამისა ჩვენ ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას და ესე ვთქვათ, ჩართულ მხარეებთან აქტიური მუშაობის შედეგად, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური მუშაობის შედეგად ჩვენ ესე ვთქვათ, ვფიქრობთ, რომ ამ სექტორში აღნიშნული აქტივობის შედეგად ესე ვთქვათ, მოვახერხებთ და გავაუმჯობესებთ ერთობლივად კონკურენტუნარიან გარემოს და ამავდროულად ჩვენი მოსახლეობის ინტერესები სრულად იქნება დაცული. აი საინტერესოა, ვთქვათ, რა ხდება ხოლმე, როდესაც ასეთი დაწესებულებების იდენტიფიცირება ვახდენთ, ალბათ მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება, თუნდაც ის ნაწილი, რომ თქვენ ახსენეთ, რომ არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის, ხო, ესეთი ორგანიზაციები. დაწესებულებები. მაინტერესებს რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც იდენტიფიცირება ხდება ამ კომპანიების. სახელმწიფო კონტროლის დაგეგმა, განხორციელება, გარდა ამისა, უვნებლობის, ესე ვთქვათ, საკითხის გარდა თუ ჩვენ ეჭვი გვაქვს სხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით, ჩვენ აღნიშნულ ინფორმაციას ვაწვდით, ესე ვთქვათ, შესაბამის უწყებას, რომელიც უკვე თავის კუთხით აგრძელებს კვლევას. სამართლებრივ რეაგირებას, ხო? იცით რა მაინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი. ძალიან ბევრი მარტივად რომ ვთქვათ, არის საწარმო და არის მარკეტი, სადაც ხდება რეალიზება, ან სხვა
ობიექტი, სადაც ხდება რეალიზება ამა თუ იმ პროდუქტის. რამდენად აქვს სააგენტოს ადამიანური რესურსი ყავს და რამდენად შესაძლებელი და ხელმისაწვდომია, რომ სოფლად, ქალაქად ხო გესმით რა რაოდენობის მცირე ერთ უბანში მარტო არის ხოლმე 5 და 10 დიდი თუ პატარა მარკეტი. რამდენად შესაძლებელია რომ მოხდეს ამისი ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ეს ერთი საკითხი და მეორე როგორ ახორციელებთ თავად კონტროლს, მაინც მოგეხსენებათ რომ არა მარტო ჩვენთან მთელ ქვეყანაში ხდება სამწუხარო გარიგებები, აღმოვაჩინე, მოდიმე შენ ახლა თვალს ჩაგეკრავავ, ცოტა ფულს მოგცემ, ცოტა გაგიღიმებ, ცოტა რაღაცას ვიზამ და არა, მექანიზმი მაინტერესებს თუ არის სწორედ ასეთი და თუ ასეთი ხდება, მაშინ როგორ ვიქცევით? ანუ ადამიანური რესურსი და ადამიანური რესურსის კეთილსინდისიერად მუშაობა. ახლა გარანტირებულად იმისი რომ აუცილებლად ყველაფერს 5-იანზე თუ 10-იანზე შეასრულებს, არ ვიცი, არის, აბა ართ ამით დაცულები, ეს კითხვა. გასაგებია. უბრალოდ მცირედ შედარებას გავაკეთებ, დაახლოებით 10 წლის წინ, 12 წლის წინ სურსათის ეროვნული სააგენტო 1 წლის განმავლობაში მთლიანად ახორციელებდა დაახლოებით 400-500 სახელმწიფო კონტროლს, 400-დან 500-მდე სახელმწიფო კონტროლი გვაქვს განხორციელებული 10-12 წლის წინ და გასულ წელს ჩვენ განახორციელებს 36,000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი. ეს მიანიშნებს იქით იმას, რომ სააგენტო ეტაპობრივად განვითარდა, მივედით იმ დონეზე, რომ ჩვენ შეგვიძლია სათანადო ღონისძიებების დაგეგმა და განხორციელება იმ რისკებთან მიმართებაში, რაც ხდება ჩვენ და ეს არ არის მხოლოდ რძედარძის პროდუქტების წარმოება, ჩამონათვალი საკმაოდ დიდი არის იმ ასორტიმენტის, რაც ეს ვთქვათ, იმ სახეობის პროდუქციის და იმ საქმიანობების, სადაც სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. ეს არის საკმაოდ გეოგრაფიაც რომ გითხრათ, თქვენი კონტროლის მექანიზმი. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ესე ვთქვათ, ყოველდღიურად 100-ზე მეტ სახელმწიფო კონტროლს ვახორციელებთ და ეს კონტროლი მოიცავს როგორც ინსპექტირებას, დოკუმენტურ შემოწმებას, ნიმუშის აღებას, სურსათისუნებლობის სტანდარტის, ჰასპის აუდიტის განხორციელებას, მონიტორინგს, ზედამხედველობას, ხო? 6 კონტროლის მექანიზმი გვაქვს, რომელიც კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ ეს ჩვენი სურსათისუნებლობის სახელმწიფო კონტროლი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, რომელსაც ესე ვთქვათ, განვითარებული ქვეყნები წარმატებით ახორციელებენ თავის კონტროლის არეალში და მათ შორის საქართველოშიც აწლეულია უკვე ეს კონტროლი და ესე ვთქვათ, დაინერგა, განვითარდა საკანონმდებლო ბაზა და ამავდროულად იმპლემენტაცია მოხდა ამ ყველაფრის და მაკონტროლებელი უწყებად შესაბამისად მუშაობს ამ კანონმდებლობის გათვალისწინებით. და თქვენი მუშაობის შედეგები აისახება სტატისტიკებში, რამდენიმე კითხვას გავაერთიანებ, ცოტა დრო გრჩება. ერთის მხრივ სტატისტიკა, რამდენად არის კლებადი დარღვევების ნაწილში, რომ გითხრათ, თქვენი საკონტროლო მექანიზმების ყველა სფერო მოვიცვათ ამ ნაწილში და ასევე ტურისტული ობიექტების შემოწმება, როგორც დედაქალაქში, ასევე ტურისტულად აქტიურ რეგიონებში, რამდენად ინტენსიურად ხორციელდება, რა ტიპის დარღვევებია ყველაზე ხშირი და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაც მოგვეცით ჩვენი მომხმარებლისთვის, რას უნდა მივაქციოთ ზაფხულის ხელ სეზონზე ყურადღება. და ატამიც საინტერესებს ადამიანებს, უბრალოდ ვიცი, რა ხდება ატამთან დაკავშირებით. კი ბატონო. შეღებილ ატამთან. აუცილებლად შეღებილ ატამთან დაკავშირებით კვლევა ჩვენ ადგილზე განახორციელდა და დარღვევა არ ამოვიდა, აქვე გეტყვით, რომ ლაბორატორიული კვლევით დარღვევა არ ამოვიდა. აქვე გეტყვით, რომ ადამიანმა განმარტებაც გააკეთა, რომ ვიხუმრეო, თუმცა მოგახსენებთ პოზიციას, რომ და მოქალაქეებს თქო მეტი სოციალური პასუხისმგებლობისკენ ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე, როგორც სურსათისუნებლობა, ესეთი არასწორი ხუმრობები გავლენას იუმორს მივაწეროთ ეს ამბავი და ვიყოთ თუმცა კახელებს ძალიან კარგი იუმორი აქვს და ძალიან ხო, ასე რომ ესე ვთქვათ, თქო საზოგადოებას მეტი სოციალური პასუხისმგებლობისკენ მნიშვნელოვანი არის გარდა იმისა, რომ მომხმარებლის ესე ვთქვათ პანიკაში ჩავარდნა შეუძლია ამ ესეთი არასწორი ინფორმაციას. ამავდროულად ადგილობრივი ფერმერების ესე ვთქვათ პროდუქციის მიწოდება გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების მნიშვნელოვანი შეფერხებას იწვევს და ფერმერებისთვის ეს არის სეზონურად უმნიშვნელოვანეს პერიოდი. ნამდვილად. დაუბრუნდებით ეს კითხვას, რეალურად მინდა გითხრათ, რომ აი ამ სისტემის აწყობასთან ერთად სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ნერგავს სიახლეებს იმისთვის, რომ სახელმწიფო კონტროლი იყოს უფრო მეტად ეფექტური, ეს ვთქვათ, საფრთხის პრიორიტეტიზაცია
ხელსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან თანამედროვე სისტემა, თანამედროვე ელექტრონული პროგრამები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რისკის დონის განსაზღვრა მოხდეს და ობიექტის ამორჩევა, ანუ სახელმწიფო კონტროლი, რომელ ბიზნეს ოპერატორთანაც უნდა განხორციელდეს, შერჩეული არის გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, რაც სისტემური სახის სისტემური უზრუნველყოფის საშუალებას გვაძლევს კონტროლის განხორციელების დროს. რაც შეეხება ესე ვთქვათ ტურისტულ სეზონში ეს ტურისტულ სეზონთან დაკავშირებულ აქტივობას მინდა გითხრათ, რომ პერმანენტულად ჩვენს ქვეყანაში საბედნიეროდ პრაქტიკულად 4-ივე სეზონის ტურისტული ზონები გვაქვს, აქედან გამომდინარე ჩვენი ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ ტურისტულ ზონებში, რომელიც პერიოდიდან გამომდინარე აქტუალური არის, ჩვენ სისტემატურად ვახორციელებთ კონტროლს, ასევე ვიყენებთ როტაციის პრინციპს იმისთვის, რომ ესე ვთქვათ მოხდეს ცვლილება ჯგუფების და აღსანიშნავია, რომ ესე ვთქვათ შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში პასუხისმგებლობით არის ბიზნესი ესე ვთქვათ მოკიდებული ამ საქმიანობას და წლების განმავლობაში დაახლოებით შეუსაბამობების ესე ვთქვათ პროცენტობა კლებისკენ არის და სტატისტიკა გაუმჯობესებულია. შედარებაც კი არ შეიძლება ბოლო 6 წელიწადში, 5 წელიწადში იმ შეუსაბამობების რაოდენობის, რაც ჩვენს მონაცემთა ბაზაში შეხება რეკომენდაციებს ალბათ უნდა ვიყოთ ყურადღებით. პირველ რიგში შევიძინოთ სურსათი ორგანიზებულ საქმიან ობიექტზე, ორგანიზებული სახის, სადაც არის დავაკვირდეთ ეტიკეტს და შენახვის პირობებს, ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს და ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებ, რომ გვაცნობონ 1501-ის საშუალებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ანუ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ჩვენც უნდა აუცილებლად გავიზიაროთ. დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე იყო ჩვენი სტუმარი.